მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7-9 და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალ-და-კვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მან ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ პირდაპირ ღია ეთერში და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია. ვაგრძელებთ წინა გადაცემაში იყო პირველი ნაწილი და ვაგრძელებთ ახლა იგივე თემაზე იქნება მეორე ნაწილი. ხოლო გადაცემა არის განათლების რეფორმის კვალ-და-კვალ. ჩვენ ჩამოვთვალეთ მთელი რიგი ფაქტორები, ვისაუბრეთ საერთოდ ვინ უკვეთავს და ვინ აკეთებს საქართველოში ამ რეფორმებს და გავიხსენეთ წინა პრეზიდენტი ძალიან საინტერესო მასალები მისი მონათხრობიდან და მოვიტანე ძალიან საინტერესო დოკუმენტები მათ შორის საგამოძიებო კომისიის. მე მინდა ისევ დავიწყო სტატისტიკით. ისევ მინდა დავიწყო სტატისტიკით, მაგრამ სანამ სტატისტიკას მიმართავდე და სანამ დავიწყებდი ამ თემის განხილვას, მანამ ერთი უცნაური რამ ხდება ჩვენ ქვეყანაში. მიმდინარეობს, ანუ განხილვის პროცესი არის თითქოს დაწყებული, მაგრამ არ არის. მხოლოდ ერთი უნივერსიტეტმა განიხილა ყოველ შემთხვევაში იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინტერვიუები ვნახე სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში. და დიალოგი ამ თემაზე არ არის გახსნილი და მე მოვისმინე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის და ასევე მინისტრის და ასევე პრემიერ-მინისტრის გამოსვლები და დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ეს დოკუმენტი იქნება მიღებული გარკვეული შენიშვნების შეტანის შემდეგ. მაგრამ საუნივერსიტეტო აკადემიურ წრეებში ამ კონცეფციის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა და უკვე 2 კვირა სრულდება. კარგით, მივმართოთ ისევ სტატისტიკას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაზე ჩვენ ვისაუბრეთ 19 და სხვადასხვა წლებში იყო 2007-8-19, შემდეგ 8-9 წლებში 20, შემდეგ 9-10-2009 წლებში 21 და ასე შემდეგ და იცვლებოდა ხან 19, ხან 20 გაჩნდა წლებს, მაგალითად 2014-დან 2018-ის ჩათვლით იყო 20 სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 2018-2019 სასწავლო წლიდან არის 19 უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო. კერძო სასწავლებლები 2007-8 წლებში იყო 127 და აქედან 101 იყო თბილისში. შემდეგ წლებში 109 და 91, შემდეგ 108 და თბილისში 76, შემდეგ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა 2011-2012 წლებში 108-დან უცბად 33 უნივერსიტეტი დარჩა. ხედავთ თუ არ არის პოლიტიკაზე დამოკიდებული ამ კერძო უნივერსიტეტების და ნებისმიერი ხელისუფლებების ბიზნესია ეს, ანუ შეიცვალა ხელისუფლება და ესე იგი 4-ჯერ და 5-ჯერ დაეცა მისი ასე ვთქვათ რიცხვი 33 და 24 იყო თბილისში. შემდეგ ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ 2012-2013 წლებში 38, 2013-14 წლებში 47, 2014-53 ნახეთ როგორ იმატებს. 2015-16 წლებში 54, 16-17 წლებში 54, 17-18 წლებში 55, 18-19 წელს 44
19, 20, 43, 20, 21 წელით 45, 21, 22 წლებში ისევ 45, 22, 23, 43, 23, 24 წლებში 43 და 24-25 წლებში აქ ოფიციალურად სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტში 45-ია, მაგრამ ესე იგი ერთი უნივერსიტეტი კიდევ გაიხსნა, ანუ დღესდღეობით 45-ია. თბილისში არის 32 უნივერსიტეტი. ახლა ხელისუფლება საუბრობს განტვირთვაზე. ახლა ნახეთ, ესე იგი თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტები არის 20%, მე ხო ვთქვი 30-ია მთელ ქვეყანაში და 70% კერძო უნივერსიტეტებია თბილისში არის კონცენტრირებული და სახელმწიფო უნივერსიტეტი არის 20 და კერძო უნივერსიტეტი არის 80% და კიდევ გვინდა გავიტანოთ სახელმწიფო უნივერსიტეტები თბილისიდან და ხელუხლებელი დავტოვოთ კერძო უნივერსიტეტები 80%. აქ კომენტარი ზედმეტია, სასწრაფოდ დაიწყეთ და იმ მაღალი კრიტერიუმებით, რაზეც მიერთებულია ჩვენი ქვეყანა და ევროსტანდარტების კრიტერიუმები გვაქვს ჩვენ, იმ კრიტერიუმებით ობიექტურად შეაფასეთ თქვენი კერძო უნივერსიტეტები და უნდა დაიხუროს. ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც 19 სახელმწიფო უნივერსიტეტია, იქ 2-3 მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტი უნდა იყოს. იმიტომ რომ პროცენტობა უნდა შეეფარდებოდეს. კონსტიტუციაში გვიწერია ევროპისკენ სვლა და ერთი კიდევ ვიმეორებ და ამას სულ გავიმეორებ, რომელ ევროპულ ქვეყანაშია 80 და 70% კერძო უნივერსიტეტები. 1%-ამდესაც კი არ აღირიცხება. შემდეგ აი ახლა ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე ქუთაისის უნივერსიტეტზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ვერავინ ვერ მისცა გზა ამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველ წელიწადს უკვე რამდენი წელია 10 წელზე მეტია მგონი თუ იძახიან 60,000 სტუდენტი, ახლა კიდე თქვენს რომ 20,000 სტუდენტს დავუმატებთ ამას და ამ დროს არაფერი. მე მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოში მაშინ როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გასულია საქართველოდან, თქვენ ვერ დატვირთავთ იმ შვენიერ უნივერსიტეტს, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწოდება. მრავალ მიზეზთა გამო. პირველი, საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლება მიდის ინგლისურ ენაზე. დაუშვით სახელმწიფო ენა ქართული ენა. თუ გინდათ რომ გაზარდოთ სტუდენტთა რიცხვი. შემდეგ დახურეთ კერძო უნივერსიტეტები, რასაც მე ვამბობ. დასავლეთ საქართველოში და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში. ანუ დახურეთ ეს უნივერსიტეტები და მოიმატებს ქუთაისში წამსვლელთა რიცხვი. სხვანაირად რაც არ უნდა რუსთავში, სადაც არ უნდა წავიღოთ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები, ქუთაისის უნივერსიტეტი ვერ შეივსება, თუ არ დაიხურა ეს კერძო უნივერსიტეტები. შემდეგ, აკაკი წერეთლის ეს ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ არაუშავს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიუერთეთ გაერთიანეთ, ხო გიწერიათ ოპტიმიზაცია, გაერთიანეთ, კონსოლიდაცია მოახდინეთ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის. არც ეგ არ უშველის, თუ არ შეამცირებთ კერძო უნივერსიტეტებს. შემდეგ,
სტუდენტთა რიცხოვნობა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2000 მიმდინარე სასწავლო წელს 2024-25 სასწავლო წელს 35552 ბაკალავრია ხოლო წინა წელს 2023-24 წელს 37382 ახლა ნახეთ ესე იგი 37382 და 2024 წელს კურს დამთავრებული ყავდა ბაკალავრიატში 17962 აი ასეთი ესე იგი 48% მა დაამთავრა 52% ზოგი სტატუს შეიწყვეტა, ზოგი დარჩა, ჩამორჩა ნახევარი სემესტრით, ერთი სემესტრით, ზოგმა ალბათ თავი დაანება თუ ასე შემდეგ. შემდეგ მაგისტრები 13458 იყო 2023-24 წელს, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს 15999 აქაც იქ 20000-მდე იყო დანაკლისი, აქ ეს არის 3710 განითესა ჩამორჩა 72% შეადგენს ეს, ხოლო ვინც ვერ დაამთავრა თუ ჩამორჩა 28%-ს. ახლა საინტერესოა სტუდენტთა გაგზავნა საზღვარგარეთ და უცხოელი სტუდენტთა რიცხოვნობა 2024-25 სასწავლო წელს. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა საზღვარგარეთ გააგზავნეს 748, ხოლო უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს 7268. ძირითადად ეს მოდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე. და კიდე სხვადასხვა უნივერსიტეტებზე სახელმწიფო. კერძო უმაღლესმა გააგზავნა 401, ხოლო უცხოელი სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში არის 29857. კიდევ ვიმეორებ, მიმდინარე სასწავლო წელს. ესე იგი, აბსოლუტური უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს უცხოელი სტუდენტები. და აი ახლა ის მიზერული, რაც სწავლობს ყველაზე მეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და სხვა უნივერსიტეტში სახელმწიფოში, ისიც არ უნდა იყოს და უნდა გადაიქაჩოს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, უცხოელი სტუდენტის შენატანი არის 5ჯერ და 8ჯერ მეტი. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არის ასეთი 2024-2025 წლებში 37000, ანუ მიმდინარე წელს, სასწავლო წელს 37125 უცხოელი სტუდენტი, აქედან 7268 არის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ხოლო 29857 არის კერძო უნივერსიტეტებში. სულ ესე იგი 37125 საქართველოში. ეს არის კერძო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი არის 80%-ზე მეტი. 80%-ზე მეტი. აი ასეთი სავალალო რიცხვებია, ხოლო 7268 ეს არის 19.5% თუ დავამრგვალებთ 20%. ესე იგი 80 და 20. პროფესორ მასწავლებელთა რაოდენობა უნივერსიტეტებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის 1099 პროფესორი, ასისტენტ პროფესორი 2280,
ასოცირებული პროფესორი 2280, ასისტენტ პროფესორი 855, მასწავლებელი 550 და სხვა 116. სულ არის პროფესორ მასწავლებლები 4872 და თუ იმ 116-ს მივუმატებ 4988 აკადემიური პერსონალი. კერძო უნივერსიტეტებში უფრო მეტია პროფესორების რიცხვი 1438, ასოცირებული პროფესორები უფრო ნაკლებია 1960, ასისტენტ პროფესორი 798, მასწავლებელი 1206 და სხვა 1065. სულ ეს არის 6467. თუ ესე იგი ფაკულტეტებს რატო ახსენებენ იმ კონცეფციაში არ ვიცი, აქ თავარია პროგრამები, თუ მოხდება პროგრამების ასე ვთქვათ დაცალკავება, გადანაწილება სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის, მაშინ რა თქმა უნდა, პროფესორ მასწავლებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. დოქტორანტების განაწილება სადოქტორო პროგრამების მიხედვით 2024 წელს. ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება 18.4%, სოციალური 91.6%. ხელმძღვანელები, დოქტორანტები სამეცნიერო ხელმძღვანელების რიცხოვნობა. აქ მე რატო შევჩერდი? ესე იგი, სოციალური და ჰუმანიტარული. და ესე იგი, დისერტაციების დაცვა პრაქტიკულად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სადაც ექსპერიმენტებს ძალიან დიდი დაფინანსება უნდა, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტში არც არის აღრიცხული. ესე იგი, იმდენად უმნიშვნელოა. პროფესორი 48.3% დოქტორანტების, ასოცირებელი პროფესორი 38% და სხვა 13.7%. ასევე არის პროგრამების ჩამონათვალი და საინტერესოა ამ პროგრამების მიხედვით უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების, ასე ვთქვათ, დაყოფა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სტატისტიკას აქვს ძალიან დიდი ძალა და ეს ძალა არ მუშაობს არანაირი არგუმენტით რეფორმატორების და საერთოდ სახელმწიფოს მხარეს. არ შეიძლება კერძო სექტორი იყოს ასეთი და ასეთი ფორმით და ამ რაოდენობებით. ესე იგი, მე სტატისტიკის დროს ვთქვი, შემცირებები იქნება სკოლებში, თუ მე-12 კლასები დაიხურება. საათების შემცირება იქნება, როცა ბაკალავრიატების უმეტესობას 1 წელი მოაკლდება, მაგისტრებს 1 წელი უმეტესობას აკლდება, თუმცა მასე არ არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო. მედიცინას ამბობენ, მარტო მედიცინა არა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაგისტრატურა 1 წლიანი ვერ იქნება. სადაც კვლევებია ჩასატარებელი, იქ 2 წელი საჭიროა. არის წელწადნახევრიანებიც, არის 1 წლიანები, მაგრამ არა ამ ფაკულტეტებზე. და არც წელწადნახევარი არ იქნება საკმარისი. იქ სადაც კვლევებია ჩასატარებელი, კიდევ ვამბობ. შემდეგ უმეტესობა მაგისტრებს 1 წელი აკლდება. დოქტორანტებსაც მოაკლდება, ვისაც 3+1 და ალბათ 2 იქნება ისა და ანუ რაც იყო მოდელი 21 წელი 12+4+2+3 ყველა პროგრამა შედის, ეს იქნება 12 წელი არის სკოლა. მოაკლდება ეს არის 21 წელი, ხოლო რომ მოაკლდება 17 წელი. ანუ 4 წელის თანხები გამოთავისუფლდება. გამოთავისუფლებული თანხებით მოხდება განათლების რეფორმის დაფინანსება. ხელფასების მომატება. მაგრამ ეს ერთ ხალხმა გაიგო, რომ ყველა პროფესორს ეკნება მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. იმიტომ რომ ქუჩაში თუ საზოგადოების თავშეკეს ადგილებში მითხრეს, რომ აი ყველა პროფესორს ეკნება 10,000 ლარი. არა.
არ ექნება ასე მეთქი და ახლაც ვამბობ. ეს ექნება ერთ პროფესორს. როგორც თვითონ ამბობენ ფაკულტეტზე ისე პროგრამა უნდა ითქვას, პროგრამა ან აი ფაკულტეტზე. აქ უფრო ეკონომია იქნება ფაკულტეტზე ერთი პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ პროფესორი. ესე იგი, ანუ დაახლოებით პროგრამებზე სტუდენტთა რიცხვი ხომ არის სტატისტიკაში. მე ეხლა ამის კითხვის დრო აქ არ იყო. თორემ სახელმწიფო დაკვეთია დაახლოებით იციან რამდენს მისცემენ ინჟინერიას, რამდენს მისცემენ აგრარულს, რამდენს მისცემენ ტექნოლოგიებს, რამდენი მიეცემა მედიცინას, რამდენი მიეცემა მოკლედ სახელმწიფო დაკვეთით. ეს შემდეგ შენობების და ანუ საშტატო ნუსხაც განისაზღვრება. დაახლოებით მათ უკვე იციან რა რაოდენობით პროფესორი იქნება საჭირო, აი არსებული იქ და რო წავიკითხე მე ის სტატისტიკა და რამდენს მოუწევს შემცირება. როგორც ვიცით, შენობების და მიწების გაყიდვა იგეგმება და რუსთავში უნდა აშენდეს კამპუსი. აქ გამოთავისუფლებული თანხებით ჩაუშვებენ ამ თანხებს ამ განათლების რეფორმირებაში. რა თქმა უნდა, ეს თანხები არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, ეს გამოთავისუფლებული თანხები არ იქნება საკმარისი. და არ არის ამ კონცეფციას არ აქვს უნდა კონდეს უფრო მეტი ინფორმაცია და ასევე უნდა იყოს გაწერილი რეალიზაციის გეგმა. და აი მე ისევ მიუბრუნდები იმ მოგონებებს, რაც მე მითხრა ბოლომდე ვერ დავასრულე ბატონმა შევარდნაძე. ნუ მე დავინტერესდი ვინ არიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები და მან თქვა სხვადასხვა ორგანიზაციები, მე ახლა ყველაფერს ვერ დავასახელებ. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ცნობილი დავასახელებ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, მაშინ პირველი სარეფორმო ფული ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და ასე შემდეგ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ასე შემდეგ და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც არის ჩარეული საქართველოს მართლობა თუ რეფორმირების საკითხებში. და რას მთავაზობდნენო? ანუ მთავარი იდეა რა იყო? მთავარი იდეა იყო, ეხლა მიხვდებით კარგად, საქართველო იმდენად ღარიბი ღატაკი ქვეყანა ხართო, ფიზიკოსებიო რო ნახეს ასეთი დიდებული ფიზიკის ფაკულტეტი ჰქონდა, ქიმიის ფაკულტეტი ჰქონდა, იმიტომ დაანგრიეს და დაარბიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, კაბინეტ ლაბორატორიები დაჩეხეს და გამოყარეს გარეთ. ფიზიკოსიო, ქიმიკოსის მომზადებაო, ბიოლოგის მომზადებაო, ექიმების მომზადებაო, ინჟინრების მომზადებაო და ოპერაც გაქვთო და კონსერვატორიაცო, ეს არის ფუფუნებაო. თქვენაირ ერს არც ეს ამ სპეციალისტებს არ უნდა ამზადებდეთო, არც ეს ფაკულტეტები არ უნდა გქონდეთო და მოახდინეთ ოპტიმიზაცია, შემცირება, ანუ განადგურება. ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, მისი პრეზიდენტობის დროს და როგორც კი მოვლენო ეს ახალგაზრდა რეფორმატორებიო,
პირდაპირ დაეტაკებიანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უნივერსიტეტებს და გაანადგურებენო, მაგრამ განსაკუთრებით ინტერესი ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენი დედა უნივერსიტეტის, ასევე მეცნიერებათა აკადემიის და საერთოდ ყველა უნივერსიტეტი დააკნინა თავისი დაუფინანსებლობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დააზარალა ძალიან, იქ სხვა მეთოდი გამოიყენეს, ესე იგი ჯერ ნახევრად გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანეს უნივერსიტეტი, მერე სრული გაკოტრების რეჟიმში, პროგრამებს აკრედიტაცია არ მიცეს, ამხელა უნივერსიტეტია და ადგილები არ გაქვთ, ეს ხო არის ცინიკური დაცინვა და ამ დროს დაბრძანდებოდნენ ბენდუკიძე და ქალბატონი გიული ალასანია და არჩევდნენ უნივერსიტეტის კორპუსებს. სრულად დახურვა უნდათ ვინ და მე ვარ საქმის კურსში და მე საზოგადოება მიჯერებს და მე მიმართავ ხალხს. არ დაიჯეროთ, რაც ვრცელდება და ამ რექტორმა დღევანდელმა გურგენიძემ შეიტანა გენპროკურატურაში საჩივარი და მოკლედ მთელი სისრულით ტალახს ასხავენ ამ ადამიანს და ანუ რას არ იგონებენ მისი ბიოგრაფიიდან თუ რაც იყო თუ არ იყო ყველაფერს და მე რა მაინტერესებს იცით რა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა რექტორი რა ბიოგრაფიის ადამიანი ეს უნივერსიტეტი ხო გააკოტრეს ჯერ ნახევრად რეჟიმში მერე ეს თუ არ იცით მაშინ უწერთ პოსტებს ხომ დააზარალეს ხომ ჩამოიყვანეს 24 და 22 და 20,000 სტუდენტი ხო ჩამოიყვანეს 6,000-მდე მე ამაზე მაშინვე ვაძლევდი ინტერვიუებს და რაიმე გამართლება აქვს იმას რომ ვიღაც ადამიანი ამ შემთხვევაში რექტორის ბიოგრაფია მოგწონთ არ მოგწონთ თუ რაღაცა რა კავშირშია ეს იმ მიტაცებულ ქონებასთან ეს პროცესები ხომ იყო ამ წინადადებებს და დოკუმენტებს ეს დოკუმენტები მარტო კი არ ესაუბრებოდნენ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები გამზადებული იყო ტომები მიტანილი იყო პრეზიდენტთან და დალაგებული იყო მაგიდაზე და მიდიოდა ჭიდაობა რომ გაენადგურებინა ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სისტემა რაღაცეები ფუჭდებოდა კი ბატონო მაგრამ უმნიშვნელო და ნელი ტემპით მიდიოდა მაგრამ სააკაშვილი რომ მოვიდა უსწრაფესად წავიდა ეს ყველაფერი დაიტაცეს მიიტაცეს თქვენ გონია მართლა გაყიდულია ის 1000-20 სკოლა და მაგაზე მეტი საბავშვო ბაღი აი თქვენ უნდა შეგექმნათ ქართულ ოცნებას ვეუბნებით საგამოძიებო კომისია და იქ ნახავდით ვის რა აქვს მიტაცებული და ვის რა ბიზნესები აქვს ამ ნაციონალებს აუცილებლად უნდა მოხდეს ეს აღარაფერს ვამბობ რომ ისა გაყიდეო გამოანთავისუფლე ეს ყველაფერიო კი მაგრამ ბავშვები სად წავიყვანოო ვეკითხებოდიო ამ საერთაშორისო ამ მაფიოზებსო მაშინელი პრეზიდენტი მეუბნებოდა გაყარე ქუჩაშიო წავიდნენ 9 კლას დამთავრებულებიო სადმე დასაქმდებიან მშენებლობებზეო ან რკინიგზის მშენებლობაზეო ან ნავთობსადენი გადიოდა მაშინ და რაღაცა ვის ჭირდებოდა ნავთობსადენზე ჭირდებათ უმაღლესი კვალიფიკაციის მუშები ლამის უმაღლეს დამთავრებული მუშები ინჟინრები მუშაობდნენ მუშებად სტრატეგიული მნიშვნელობის იმაზე რა ქვია ნავთობსადენზე და შემდეგ უნივერსიტეტებიცო გააერთიანეს შეამცირეო და არ არის საჭიროო ეხლა თელ ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებს თუ შეამცირებდა განახევდებოდა დარჩებოდა ერთი ჰუმანიტარული სოციალური და მორჩა დამთავრდა ისიც 7-8 ფაკულტეტი გააერთიანეს ერთად და თელ საქართველოში იქნებოდა არა 19
და არა 18, მაშინ 18 უნივერსიტეტი იყო. იქნებოდა ერთი უნივერსიტეტი, ერთი-ორი უნივერსიტეტი. მორჩა, დამთავრდა. აი ეს იქნებოდა. და კიდევ კანონს იღებდნენ 1997 წლის 27 ივნის პარლამენტში და იქ აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და ასე შემდეგ ევროსაბჭო, ევროკავშირი და ვინც იყვნენ და კანონებსაც თვითონ წერდნენ და ითარგმნებოდა ეს კანონები, იქ 47 მუხლში ეწერა მესამე საფეხურს ვერ დააფინანსებდი, შენ უნდა შეთანხმებოდი 47 მუხლში ჩაწერილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით. დაფინანსდებოდა მესამე საფეხური. ეს საცოდავი ბავშვები მაშინ ძალიან გაჭირება იყო. ოჯახები ვერ იხდიდნენ მესამე საფეხურზე, სკოლა გახდა ფასიანი და ამიტომ ბავშვები ვერ აგრძელებდნენ სწავლას, იყვნენ ქუჩებში, მაშინ დანაშაულებრივი სამყარო ძალიან გაახალგაზრდა და შეემატათ და ჩვენ ვიჩივლეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინ ჩვენ? საპარლამენტო ფრაქცია, ოპოზიციური ფრაქცია, საპარლამენტო ფრაქცია და აღორძინება და ის გაერთიანებული იყო და ლეიბორისტების და ისინიც ყველა ოპოზიცია მაშინ აღორძინება დიდი ფრაქციით იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ოპოზიცია გაერთიანებული იყო და მოქალაქეთა კავშირი. წამყვანი და თვალსაჩინო მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები, რეჟისორები და ისინი ვინც იყო ბატონი შევარდნაძის, ასე ვთქვათ, მოქალაქეთა კავშირში, მე არ დამავიწყდება, ვაგროვებდით ხელმოწერებს საკონსტიტუციო სარჩელზე, რამდენიმე თვე ვიმუშავეთ, ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვიყავი ამ ფასიან სწავლებასთან დაკავშირებით და 15 დეპუტატმა მოაწერა ხელი. სულ მნათმა გიგა ლორთქიფანიძემ, სულ მნათმა თამაზ გამყრელიძემ და ასეთმა მეცნიერებმა და ადამიანებმა 15 დეპუტატმა მოაწერა ხელი. და მერე გავიდა ჩვენ მოვიგეთ ის სარჩელი, ვუჩივლეთ პრეზიდენტ შევარდნაძეს, შევიტანეთ ასევე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი, ბაგაბაღები რო გაანადგურეს, იმაზე შევიტანეთ საკონსტიტუციაში სარჩელი და ვუჩივლეთ მაშინდელ განათლების მინისტრ კვაჭანტირაძეს ხონებულს. და აღმოჩნდა ის, რომ მე მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ როდესაც გავიდა წლები და აი შევხვდი ბატონი შევარდნაძე რომ მიყვებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მითხრა რომ ეს ორგანიზება გაუკეთა აი ამ საჩივარს, ანუ უთხრა პოზიციას თუ ოპოზიციას, რომ იჩივლეთ საკონსტიტუციაში, რომ ძირითადი დარტყმებს კი იგერიებდა, მაგრამ პლუს ეს კიდევ რომ აეცილებინა და ეს ბრძოლა გადაენაწილებინა სხვა იმაზე. დღეს რა ხდება, იცით? და კვაჭანტირაძე პარლამენტში მივდიოდი და მუშაობდი, ოპოზიციის ექსპერტი ვიყავი, როდესაც ეს სარჩელი მზადდებოდა კიდე სხვა კანონებში, პრივატიზაციის შესახებ კანონში ამოაგდეს ჩუმად და განათლების ობიექტები არ ექვემდებარება პრივატიზებას და ამოიღეს. მე კანონ პროექტებსაც წერდი რაღაცა და მოკლედ მუშაობდი თელი დატვირთით და ერთ-ერთი გასვლის დროს გავედი და დერეფანში შემხვდა მაშინდელი მინისტრი. მე ამ დროს ვმუშაობ სკოლაში და ასევე ვარ ერთ-ერთ დიდ სკოლაში დირექტორის პირველი მოადგილე. და ვარ სრულიად ახალგაზრდა სპეციალისტი, ახალგაზრდა. და ეს მინისტრი შემხვდა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი, ახლა გამარჯობა, რაღაცა ვუჩივი ვართ ამ მინისტრს, ხო? და მოვიდა, მომკიდა ხელი და თუ შეიძლებაო წამობზანდით ჩემთან ერთათო სასაუბრო მაქვს თქვენთანო და გადამიხადა მადლობა რომ აი ძალიან დიდი მადლობაო ჩემ გასაკეთებელ საქმეს აკეთებთო ამ ბრძოლისთვის დიდი მადლობაო და თუ ვინმემ რაიმე გითხრათო ამოიღო ტელეფონის ნომერი და მომცა დამიკავშირდითო თუ ვინმემ შეგავიწროოთო აი ამ გამოსვლების და იმის გამო და დღეს რა ხდება? მე რო აქ რაიმეს ვლაპარაკობ დოკუმენტს რო ვარჩევ,
ეს პატარა კაცი, არასერიოზული კაცი რო უყავდა ამილახვარი მინისტრად, დიდი სამფით რო მოვიდა და იყავით ერთ ქებაში და დიდებაში. რატო გაუშვით? გამობძამდით და თქვით, ან რა გააკეთა, ან რაღაცა და ის რა ქვია, სკოლა წარმადგინა, საპატრიარქო სკოლამ წარმადგინა 2 წლის წინ თუ გასულ წელს ეროვნულ პრემიაზე, მასწავლებლის ჯილდოზე და არ მომცა. ეს პატარა კაცუნა და არა მარტო ამილახვარი, ყველას ასეთი პოზიცია გიჭირავთ. როდესაც აქ გამოვალ და ვიტყვი სიმართლეებს, ამბობთ, რასაც ამბობთ, ძალიან კარგად ვიცით, რომ აი ნიკოლაიშვილი ჩვენი მტერია, თქვენ აკეთებთ სამტრო საქმეს. თქვენ გონიათ, რომ კარგ საქმეს აკეთებთ? და რომელიმე უნდა იყოთ მაგ სამინისტროში? და თურმე ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობენ. რამდენი ფული იხარჯება, რამდენჯერ უნდა დაიწყოთ მუშაობა? ბატონო ბიძინა, საიდან მოიყვანეთ ეს კადრები? ვიცი რომ არ ხართ თავისუფალი, განსაკუთრებით განათლების და მეცნიერების სისტემაში კადრების დანიშვნისაგან, მაგრამ რა არის, იცით? თავარი რა მითხრათ დედა არსი, ბატონო შევარდნაძე, ბრძოლაა საჭირო. ესენი ეს შავი ძალები რომ მოვლენო, ყველაფერს გაანადგურებენ, მაგრამ უნდა იბრძოლოთ ბოლომდეო. მე რა შემიძლია მარტო ერთ ადამიანს არა, შენთან, თქვენთან ერთად იქნება კიდე სხვებიო. არიან ადამიანები ქვეყანაში, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ შავი ძალების წინააღმდეგო. აი ერთ-ერთი არის ყველაზე დიდი მებრძოლი ივანიშვილი თვითონ. ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ არ მოვიპოვეთ განათლება და მეცნიერება თუ არ გადმოვიდა ქართველების სამართავად, ქართველების ხელში, ჩვენ სუვერენიტეტი, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ჩვენ გავქრებით როგორც ერი. განათლება არის ქართველი ერისთვის მთავარი ეროვნული იდეა, რომელიც ვერ დაამარცხა ვერავინ, ვერც ავაცახსენებელმა კომუნისტებმა. და ახლა მგონი გვამარცხებენ. ამიტომ მივხედოთ ყველამ ამ განათლებას და მეცნიერებას. კარგით. ბატონო დიმიტრი. მოგესალმებით. იცით რა, მე თქვენ მინდა დაგისვათ ერთი ყველაზე მთავარი კითხვა. რატომ კარგავს სკოლა საქართველოში, სკოლა თავის ფუნქციას? სად მივდივართ? განათლება, რომელიც დაცლილია და კიდევ იცლება შინაარსისაგან, სკოლებში არ არის შემოქმედება, აზროვნება, ფიქრი, სკოლებში არის ბიუროკრატია, ბიუროკრატიისგან მომხრჩვალი მასწავლებლები, აწამებენ მასწავლებლებს. რამდენი წელია უკვე? 2 ათეული წელია. სტრესი ბავშვებს. პოლიტიზირებულია განათლების სისტემა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებია. ყველა ხელისუფლების დროს. პოლიტიკა ერება და არა მეცნიერული კვლევები. მასწავლებელი ლიდერი არ არის. შეშინებული მასწავლებლები გვყავს სკოლებში. განვითარება არ ხდება. რას ნიშნავს სკოლის ფუნქციის დაკარგვა? აღზრდა ჩამოაცილეს და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია. და ერთი რამინდა იცით თქვა და გადმოგცემთ სიტყვას. მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე გამოვიდა ერთ-ერთ გადაცემაში და ამბობს, რომ აი ამ საუნივერსიტეტო რეფორმას იმიტომ აკეთებენ, ალალად თქვა, რომ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა წავიდეს პროფშიო. ხო და ამას ეუბნებოდნენ შევარდნაძეს, გაყარე ქუჩაში, გაუშვი პროფში, ქართველ რა უნდათ მეთქინ ბოლო-ბოლო. ვკითხე პრეზიდენტს მაშინდელს და ქართველი ხაჭაპურით ხელში, ქართველი წერაკითხვის უცოდინარი, ქართველი მომსახურე ერი.
გითმობთ ეთერს. მოგესალმებით, ქალბატონო მანანა, წარმატებული ეთერს გისურვებთ და წარმატებას უსურვებთ საქართველოს. ახლა სალაპარაკო აქ რა არის? ელემენტარულად ეს არის სუფთა მამებლობა, რაც ჩვენ განათლების სისტემას თავს აქვს მოხვეული წლებია, ეს არ არის 1 წელი, არც 2 და არც შენ წარმოიდგინე 10 და არც 15 და ელემენტარულად ახლა სკოლას ფუნქცია აქვს დაკარგული, მე ვთქვი ეს და აღნიშნე ერთადერთი შეიძლება გადაარჩინო და სამწუხაროდ მასწავლებლებს მე პირდაპირ გეტყვით რომ მასწავლებლებს წაართვენო ფუნქციაო, რა თქმა უნდა წაართვენ პირველ რიგში წაართვენ პროფესიონალურ მასწავლებლებს ფუნქცია, პროფესიონალი ვიცაც, მაღალი დონის პროფესიონალი, იმას წაართვეს ფუნქცია. და ბოდიში, მაგრამ გაყარეს, გაუშვეს სკოლებიდან. არა, ახლა წაართვენ, ფაქტობრივად არ ჭირდება სკოლას პროფესიონალი მასწავლებელი. ხო და მე ახლა რა არის საერთოდ ჩემი მეგობრებმა იციან რომ ლოგიკა საკმაოდ ძლიერი მაგ ანალიზის უნარი და ეს ახლა მაგერ უნდა დავეჯიბროს ყველა მაგერ ჯერ რა პროგნოზი გავაკეთე ზუსტად გამართდა მაგრამ ბევრ რამეს ვერ ხვდები იმიტომ მე იმდენად ალოგიკურია და ალოგიკურ როდესაც მოქმედება ქალბატონმა იცი ვიღაცას ვემორჩილებ ის რასაც გეტყვის დღეს ამას გეტყვის ამას აი წარმოიდგინეთ ახლა 1 წლის წინ დაამატენ 4 საგანში თითო საათი მე მაშინ ავტეხე ყვირილი ეს იყო მე-12 კლასში გეოგრაფიაში ბიოლოგია აღარ ჩამოვთვლი, ფიზიკა, ქიმია. და ახლა მთლიანად აუქმებენ. ახლა მე პირდაპირ ვიტყვი რომ მე-12 კლასის გაუქმების წინააღმდეგი ვარ, მე პირადად გეუბნებით, აგერ გეუბნებით და აი მას სხვა ფუნქციას ვაძლევ, მე თუ დაინტერესებს, თუ არა მიწერია. ეს ვერ გავიგე ეს ლოგიკა. ახლა მეორე ლოგიკა ვერ გავიგე. ახალი სკოლის მოდელი გადაგჭამეს თავი, დამატაკენ ვიღაცებს მე ახალი სკოლის მოდელს ამბობდი ესა შირმა ბლეფი და არაფერი ჩაილური სკალი დალია მიახვეთენ ახლა ვიღაც მოვიდა კიდო რაღაც გამოიგონა მიახვეთავენ აგერ დაში ესე რაღაცა მოხდება ვითომ ნორმალურია არანორმალურია და არაფერი აგერ ახლა ერთ რამეს გეტყვი სინგაპურის რაღაცა სიშულელეს წიგნები 150 ლარად შეტენენ კერძო სკოლებს თითო წალი 150 ლარად კი არა 5 ლარად დავწერ მე იმაზე უკეთეს სიგს არაფერი იმაში არ წერია სისულელია თავიდან ბოლომდე თუნდაც სიტყვიანე იყოს არაფერი ჩაიარა მან ყველაფერი ეს ესე იგი ლოგიკას ამათი მოქმედება ჩემო კარგვა არ მორჩილება ესენი არიან აბსოლუტურად ან უვიცები ან უფუნქციო არა არაფერი არ არიან არავითარ შემთხვევაში აი რაც თქვი რომ ახალგაზრდობა უნდათ წავიდეს პროფში მუშახელი გვაკლიაო დეფიციტური პროფესიებიაო და უნდათ რომ პროფებში გაყარონ ანუ ის ძველი პოლიტიკა გრძელდება რასაც ყვები 2 გადაცემაა ახლა შეხედებდი არა შრომის ფერხულში ყველა მშრომელი მეც არც ის მუშა ვარ ისე ყველა უნდა იყოს მუშა თავის სპეციალობაში და საკმაოდ ძლიერ სპეციალისტად მიცნობენ და ერთ-ერთი წიგნი საკმაოდ დამხარი წიგნები თუ ვინმე არსებობს ერთი მე ვარსებობ კიდო 5 გაცვარშობ მაგრამ მაგაზე რა საუბარი აი ებიჩებით ყველაფერს ახლა შემიძლიათ რო იტყვიან IQ-ად რა ცხოვრებდრო შეამოწმენ ტექსტი დამიდევით ახლა მე იმას წავიკითხავ და ერთი წაკითხვით ყველა კითხვას გავცემ პასუხს დღეს მოусვინე ზვიად გაბისონიას ვერ გავიგე რა უნდა რა იზუტურა რა ისაუბრა გაბისონი ეს არის მინისტრის მოადგილე ვერ გავიგე რა ახლა სასკოლო განათლებაზე თითქმის არაფერი არ თქვა მაგრამ რაღაცა ზედაპირული ფორმით ისაუბრა რაღაცა რა თუნდა იმას რაც ზვიად გაბისონიამ თქვა იმას უნდა და 5 წუთი იმის თქმას მეტი არ უნდა 5 წუთი არა როგორ არის საუბრა სასკოლო განათლებაზე თქვა ის რომ არა ცოტა კი ვიცი არა თქვა ის რომ ის რა ქვია ჩვენო ესო ბოლონიის პროცესი და ლისაბონის კონვენციასო და არაფერს არ ვარღვევთო მაგრამ იცით რა ლოგიკაში ვერ მივყვები რას არღვევენ და რას არ არღვევენ აქ დოკუმენტების დასახელებას კი არა აქვს თავარი არსი იმაშია რომ თუ არ არღვევ არაფერს მაშინ რატომ მიდიხარ დათმობაზე სპეციალიზირებული სკოლები იქნება სადაც 12 წლიანი სწავლება იქნებაო ან ახსენა სპეციალური კურსები ესე იგი საჭიროა ხომ კი მაგას ესე ალოგიკაში იყვნენ თქო მაგას ვამბობ მე მეც არაფერს არ ვამბობ და შემდეგ ახლა კიდევ
იცით რა მაინტერესებს? ძვირად ღირებული სკოლები რომ არის, IB პროგრამებით, ევროპული სკოლა და აი ეს ევროპული პროგრამები, სადაც მათი შვილები დადიან. იქ რამდენ წლიანი იქნება? იქ 12 წლიანია სწავლა, ის IB პროგრამები 12 წლიანია. იქაც შეცვლიან? როგორ შეიძლება ხახნო ეს იქნება კასტებად დაყოფა? როგორ შეიძლება? დაყოფილი აქვს ისედაც. არა, ესეთი რამ არ შეიძლება. თუ შემოგაქვს შენ 11 წლიანი სწავლება, მაშინ უნდა იყოს მთელ ქვეყანაში 11 წლიანი სწავლება. თუ არა და არ შეიძლება ეს რაღაც კურსები, რაღაც სპეციალიზებული სკოლები, ეს არ შეიძლება. ისევე როგორც ჩემ თავამდე არ დადის, რატო უნდა გადავიდეს ის რა ქვია, თბილისიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები რუსთავში. არ დადის ეს ჩემამდე. მაშინ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაღაც კორპუსები თუ მოძველებულია, დაანგრიეთ ბატონო ის კორპუსები, წაიღეთ და მაღლივში 4 ჰექტარი მიწა და აქაც ვაკეში პირველი და მეორე კორპუსი რო დგას, იქაც ჩაეტევა ერთი კორპუსი და ააშენეთ კორპუსები, ორი დიდი კორპუსი და მოთავსდება ეს სტუდენტები. კალბატონო ანარა, მე მაინც სკოლის იმას შევეხები და მე არაერთხელ მithქვავს და კიდევ ერთხელ მინდა გაიგონონ ის, ვინც უნდა გაიგონოს. მაგენი არ ცვლიან სასკოლო სწავლების ფუნდამენტს, სკოლის ფუნდამენტს. სკოლის ფუნდამენტი ვიმეორებ არის პროგრამა, სახელმძღვანელო და მეთოდიკა. სამივე არის აბსურდი. ახლა მე მარტო, კარგი, მე ვამბობი, ახლა შეხედეთ, მე მინდა თქვენი ყურადღება ძალიან 2 წუთი. აი პირდაპირ თქვენი ყურადღება და ძალიან მინდა მას მოусმინოთ. შესწავლი მაქვს ეს საკითხი. როდესაც მე ვამტკიცებდი, რომ სასკოლო პროგრამები არის მავნებლური, სრულიად დაულაგებელი, კარგი, არავინ არ იღებდა ხმას. მივწერე 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ წერილი ჩხენკელს. თავად ჩხენკელმა არის ამის დოკუმენტი, რო იტყვიან სოციალურ სელში 21 წელს განაცხადა 2021 წელს, რომ სახელმძღვანელოები უარგისიავდა თელიამში. ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო კომიტეტი შეიკრიბა და იმათმა, მათ შორის თქვენი მეგობარი ვარ, ქალბატონი მეტრეველი, ისიც ესწრებოდა. იგივე გაიმეორებდა. შემდეგ 24-ში შეიკრიბა, იგივე გაიმეორებდა. ახლა როდესაც პრემიერმა წარადგინა მიქანაძე, არა, მე ფსიქოლოგები გამოვიდა, მათ შორის ვახანია, რომ ჩაიხედეთო კაცებში, ვერაფერს ვერ გაიგებთო, მეორე ფსიქოლოგი გამოვიდა, აღარ მახსოვს გვარებ, მაგრამ ვახანია გამახსენდა კარგად ახლა. ხო და ახსენეთ ამაგეთმა და შემდეგ ყველაფერს დავიდავნებთ. რესპუბლიკის პირველი პირი, ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ საშინელებაო სახელმძღვანელო, ანუ პრემიერი ამბობს. იმავეს იმეორებს მიქანაძე. და ამ წიგნებს თავაზობდნენ კიდევ ესენი, როგორ შეიძლება ამ წიგნებს შეთავაზება? ხო, მაშინ იცავდა სამინისტრო და იმ ხალხს, ვინც ეგენი შექმნა და პოლიტიკა გაატარა, მინისტრის მოადგილე თუ, დეპარტამენტის დირექტორი თუ, განყოფილების გამგეები თუ, სამმართველოს უფროსები, ან ადგილზე არიან, ან აწინაურებენ. ბატონო დიმიტრი, უკვე წავედით შეჯამებისკენ, მე უნდა შევაჯამო უკვე 2 წუთი დაგვრჩა და ეს კონცეფცია უნდა გამოქვეყნდეს უფრო ფართო სახით, მას უნდა კონდეს განმარტებითი ბარათი, რეალიზაციის გეგმა უნდა ახდეს თან, ვინ არიან კონცეფციის ავტორები, ნუ გასაგებია მინისტრები არიან, მაგრამ ეს როგორ შეიძლება ეს ურთულესი სპეციფიკური დარგი მინისტრებს დაეწერათ ეს. არავითარ შემთხვევაში აქ კი ბატონო გასაგებია რომ პრემიერი და მისი მრჩეველი რჩება, მაგრამ გუშინ ჩვენ ვიხილეთ მსოფლიო ბანკი წარმომადგენლები მიბრძანდნენ, შეხვდნენ პრემიერ მინის, გააცნეს, იციან უკვე საქმის კურსში არიან, ნუ რა საქმის კურსში? ჩვენ ვიცით, არაერთხელ გამიხილია გადაცემაში 6 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკი ინტენსიურად მუშაობდა უმაღლესი სკოლის დაფინანსების მოდელზე. და აი ეს არის იგივე რაზეც შევარდნაძე საუბრობდა, სათავეებთან დგას მსოფლიო ბანკი. საჭიროა განმარტებები, კონკრეტიკა, რეალიზაციის გეგმა, გამოქვეყნდა ერთი დოკუმენტი, მაგრამ სრული დოკუმენტების პაკეტია გამოსაქვეყნებელი და ძალიან მცირე დროა 2 ან 3 კვირა გამოყოფილი ამ განხილვაზე.
საჭიროა გაიხსნას ქვეყანაში დებატები და ასევე დიალოგი და ეს მთავრობა რომ ცხადდება ავტორად ეს ასე არ არის. კონცეფციის არკავგიანობაზე ვერ ვიმსჯელებთ, თუ არ იქნება წარმოდგენილი დაფინანსების ახალი წესი, დაფინანსების ახალი ფორმულა, იქნება თუ არა საბაზისო დაფინანსება, იქნება თუ არა შენარჩუნებული საგრანტო სისტემა და რა რაოდენობით, აგრეთვე საკადრო პოლიტიკა შემუშავებულ უნდა იქნას საშტატო ნუსხა და სახელმწიფო პოლიტიკის გამსაზღვრელი დოკუმენტები, პროექტების სახით ეს უნდა გამოვიდეს ერთ პაკეტში, ახალი დატვირთვის ნორმატივები და შესაბამისი ხელფასები სრულ განაკვეთზე. იქნება თუ არა ნახევარი განაკვეთი, ან იქნება თუ არა არასრული განაკვეთი პროფესორების, ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ პროფესორების და მასწავლებლების. სახელმწიფო დაკვეთის შედგენის კრიტერიუმები, სპეციალობების ნუსხა, პროგრამების ნუსხა, პროფილების მიხედვით დალაგებული, რომელ უნივერსიტეტებს რა პროგრამები და მიმართულებები რჩებათ, ანუ ფაკულტეტები და უნდა გაირკვას საკუთრების ქონებრივი დაფუძნების, დაფინანსების და საკადრო პოლიტიკის საკითხები. მოხდება თუ არა უნივერსიტეტების ხელახლა დაფუძნება? პასუხი ჩემი მოხდება, რა თქმა უნდა, მაშინ დღის წესრიგში დადგება რექტორის ხელახალი, რექტორების ხელახალი არჩევნები. ყველა საუნივერსიტეტო არჩევითი თანამდებობებზე ახალი არჩევნები ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საკუთრების ქონების გადმოცემის და ქონების ფლობა. დაანონსებულია, როგორც ვთქვით, ინფრასტრუქტურის სრულად განახლება. თბილისში მდებარე ყველა უნივერსიტეტის გასტანა რუსთავში. საუნივერსიტეტო კამპუსის აშენება. რუსთავი საუნივერსიტეტო ქალაქი ვერ გახდება, რუსთავი უნდა იყოს სამრეწველო ქალაქი იყო და სამრეწველო ქალაქად აღადგინეთ რუსთავი. აი ეს იქნება ძალიან კარგი. ახალი ინფრასტრუქტურის აშენება სჭირდება დიდი თანხები. არ ვიცით დაფინანსების წყარო. დასახელებულია ძველი შენობების გაყიდვიდან შემოსული თანხები. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი წყარო, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. დედაქალაქიდან უნივერსიტეტების და სტუდენტების შენობების გატანა და სტუდენტების გაყვანა ვერ განტვირთავს თბილისს. იმიტომ რომ ზაფხულში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გასული არიან შვებულებაში არდადეგებზე, მაგრამ თბილისი მაინც დატვირთულია. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გათანაბრება, კი ბატონო, ვეთანხმებით ამას, გაწერილი უნდა იყოს ოპტიმიზაციის გეგმა, პირველ რიგში კრიტერიუმები, სწავლების და კვლევას სჭირდება მსუყე დაფინანსება, ასე ცალ-ცალკე და ერთად ვერ გაძლიერდება. კვლევების დაფინანსების წყარო და ოდენობა ფორმულა ცნობილი უნდა იყოს, შრომის ბაზრის ანალიზი სუსტი, რა იქნება, მრეწველობის სხვადასხვა დარგები ჩვენთან არ არის და მისი შესაბამისი ინჟინრის სპეციალობები ხომ არ დაიკარგება. უნივერსიტეტებს ექნება თუ არა უფლება თავისი ქონების განკარგვის და კერძო უნივერსიტეტები არ დაფინანსდება. და კიდევ ვიმეორებ, გეოგრაფიული კონცენტრაცია ყველა ქვეყანაშია ელიტური უნივერსიტეტები და ჩვენთანაც არის ეს ელიტური უნივერსიტეტები. ესენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სეტეუ, სამედიცინო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. და აი საჭიროა ამას მიექცეს ყურადღება. ჩვენი დრო ამოიწურა, მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი მუშაობდით თქვენთვის ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5-ის ნახევარზე. თემა იყო უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, ნაწილი მეორე.